ჩუქური შვილო, როგორ გაიზარდე? ვიცი რომ შენზე არ არის დამოკიდებული, მაგრამ ცოტაც მოითმინე. გარეთ ყოფნა სახიფათოა. შენი მამიკო მოვა და გადაგვარჩენს. სანამ მოვა მანდიყავი, კარგი? ცოტაც მოითმინე საყვარელო. შენ ხომ კარგი გოგო ხარ. ვიცი დედიკოს დაუჯერებ. რატომ არაფერი გესმის? სად ხარ, სალი? სად ხარ? საადიშ. თუ ამ წერილს კითხულობ, ესე იგი წავედი. წარმოიდგინე, რომ სახლში ვარ, რომელიც ტყის პირასაა და ჩვენს შვილს წიგნს ვუკითხავ. გთხოვ, ასეთი დამიმახსოვრე, კარგი? თუმცა შენ ყოველთვის გახსოვდი და დარწმუნებული ვარ, მუდამ გემახსოვრები. ბიჭს თუ გააჩენ, სალიხი არ დაარქვა. არ მინდა ჩემი ბედი გაიზიაროს. ძალიან გამახარებ თუ ჩემგან პატარა საჩუქარს გადასცემ, საადიშ. საადიშ. ხომ შეიძლება დაგეხმაროს? მომისმინე. სალიხი მოძებნე. არ ვიცი რას გეტყვის. არ ვიცი დაგნახდება თუ არა, მაგრამ მხარში თუ ამოგიდგება, უფრო მშვიდად ვიქნებ. იმ ხალხს იცნობს. იცის ვინ არიან. მათ ღალატი ჩვევად აქვთ. თუნდაც საადეთი გაიხსენე. ისეთი კაცი გჭირდება, რომელსაც მათი ენა ესმის. რომელსაც პრობლემების მოგვარება შეუძლია. შენ კი სულ სხვანაირი ხარ. ვართოლო პრობლემებს მართლა მოაგვარებს. თუ დაგიჯერებს, მოაგვარებს. რაც საჭიროა, ყველაფერს გააკეთებს. ვეღარ გცნობ. ამ სიტუაციაში შევეგუე. იცი ყოველთვის რაზე ვოცნებობდი? მინდოდა ნორმალური ოჯახი მყოლოდა. ნორმალური ბიჭი მყარებოდა. რადგან არც ნორმალური ოჯახი მყავდა და არც ნორმალური შეყვარება. მერე კი შენ გაგიცანინდა. პრობლემა შეგექმნა. ხო, პრობლემა შემექმნა. მითხარი, ნორმალური ხარ? არა. შენი ოჯახის წევრები ხომ ერთმანეთზე უარესები არიან? ნამდვილი გიჟები. ერთი ადგილია. ჩუქური ქვია. იმაზე აღარაფერს ვიტყვი. ერთმა ბიჭმა გული მადგინა. მიმატოვა. არ დამიჯერა. ბევრი ვიტირე. მე ვცდილობდი გამეგო ეს ყველაფერი, რატომ მოხდა? და მიხვდი.
მეც არანორმალური ვარ. ასე რომ არ იყოს, შენს გადასარჩენად თავს საფრთხეში ჩავიგდებდი. გგონია იმ კაცს მოვძებნიდი, რომელიც სულ მომცირებდა? იამაჩი. ვიცი რომ გიყვარდე. შენ სიყვარულში ეჭვი არასდროს შემბარვია. შენც გიყვარდე და შენს ოჯახსაც. მეც არანორმალური ვარ. შენც და შენი ოჯახიც. მითხარი, რატომ უნდა დავიდანჯოთ? ბედის წერას ვერ გავექცევით. მომისმინე. როგორც კი შემოხვედი, მივხვდი რა უნდა გეთქვა. ვიცოდი რომ ამას მეტყოდი, რადგან ძალიან კარგად გიცნობ. როცა შენი ახლობლები იდანჯებიან, წესიერად სუნთქვაც არ შეგიძლია. ამიტომ შვიდად ვერ იქნები. ოღონდ ერთი რამ გახსოვდეს. ყველას ვერ გადაარჩენ. რომელიმე ჩვენგანი აუცილებლად აზარალდება. ეს აუცილებლად მოხდება. ახლა კი წადე. და გააკეთე რაც სწორად მიგაჩნია. ჩუქური ჩვენი სახლია. გადაარჩინე ჩვენი სახლი. მობრძანდი. გამარჯობა ალიჩო. ეს რა არის? ქვეით საწინააღმდეგო და ტანკ საწინააღმდეგო. ტანკ საწინააღმდეგო? ტანკ საწინააღმდეგო. არა, ეგ არ გვინდა. რა მოხდა? რა მოხდა? მითხარი რა მოხდა? არაფერი ძმაო, რა უნდა მომხდარიყო? მადლობა ღმერთს, ყველაფერი კარგადაა. იმის გამო რომ პირობა არ დავარღვია, კინაღამ მომკლეს. სულ ეს არის. სხვა არაფერი მომხდარა, რაც ვთხოვე მოგიტანეთ. ახლა რა ვქნათ? ჯერ უნდა გავნახმოთ? ჯერ უნდა გავნახმოთ. ჩვენ თვითონ არ ოფეთქდეთ. არ ოფეთქდებით. ძმაო, რას ამბობ, რას ნიშნავს, ჯერ უნდა გავნახმოთ? რატომ უნდა გავნახმოთ? ხვალ გაიგებ. ლიმონი რა ღირს? 1 ლირა, ისედაც ხომიცი. კარგი, მომეცი სულ წავიღებ. ამდენი ლიმონი რა გინდა? მეგობარო, გაყიდო არ გინდა? რა შენი საქმეა რა თვინდა? მიდი ჩააწყვე. გამარჯობა. მოგესალმებით. გამარჯობა. მოხუცო. შემთხვევით აქაური ხომ არ ხარ? არა, არ ვარ. ესე იგი შევწდი. ნაცნობის სახე რომ გაქვს? მითხარი რა ქვია? მუჯაჰიდი. დილამშვიდობისა, მაგრამ უკვე შუა დღეა ძმაო. ხომ მშვიდობა ლიმონათის მომზადებას და გაყიდას აპირებ? ხო. მე მომზადებ, შენ კი სახლებს ჩამოივლი და გაყიდი. არ მოგწონს? აი ეს მესმის. საინტერესოა, მაღაზიას სად გახსნით? ბატონებო. ხედავთ ვინ მოვიდა?
ლეგენდა იდრის კოჩოვალი და გენიოსი ემი. შეიძლება ხელზე გაგოცო. რომელი ლეგენდა, ვის ელაპარაკობ? მგონი ვიღაცაში შეგეშალე. ძმაო, არ გინდა. ჩვენთვის ორივე ლეგენდა ხართ. თქვენ ხომ ყველა გიცნობთ. ჩვენ ორი უიღბლო ვაჭარი ვართ, გასაგებია? ქართალია პენსია გვაქვს, მაგრამ არ ყოფნის. ლეგენდას რაც შეეხება, შენი აზრით, ლეგენდას ვგავარ? კარგი. რადგან ასე ამბობ. კარგად ბრძანდებოდეთ. ეს ბიჭი არ გაჩერდება. ოდესმე გაჩერდება. რას აკეთებ იდრის? ეს ხვისი ლიმონია. ღმერთო ჩემო. ვისი? არ იცნობ. მომისმინე. იცი ამ ბიჭმა რა გააკეთა? გუშინ კვერცხის ჭამაში მაჯობა. მართლა? გეფიცები. რამდენი კვერცხი შეჭამი აზმა? 17. შეგერგოს. მაგნეს დანარჩენები შეჭამენ. რამდენ წუთში? 1 წუთში. 1 წუთში? ადექი. თორემ ყველას ფშიერს დაგტოვებ. გასაგებია. მშვიდობაა ერსოი. მგონი ერთმანეთისგან არაფერი გვაქვს დასამალი. თუ შეიძლება გითხარი. ერთი შორეული ქვეყნიდან ქიმიური ნივთიერებით დატვირთული მანქანა წამოვიდა. სამშაბათს თურქეთში შემოვა. როცა საზღვარს გადმოგვეც, შეგვიძლია წავიდეთ და წამოვიღოთ. ტელეფონს უპასუხეთ. პირდაპირ ვერ მოგვიტანენ? ადრე არასდროს მოუტანიათ. ვართოლოს კაცი მიდიოდა და მას მოხონდა. ერსოი. მაშინ კაცი შენს გაუშვი. საქონელს წამოიღებს და მოგვიტანს. ესეც მე უნდა გასწავლო? მაქსუნ, გასაგებია. იქნებ ტელეფონს უპასუხოთ. არ გესმით? მაქსუნ. ჩვენ რა სახლის ტელეფონიც გვაქვს? გისმენ. როგორ ჩანს სახლის ტელეფონის კაბელები არ დაგიწყვეტიათ? ეს მომწონს. ვინ ხარ? იამაჩ კოჩოვალი. დაახვიეთ. სწრაფად. მითხარი იამაჩ კოჩოვალი. რა გინდა? გავიგე რომ გვეძებთ. ჩვენ არა მეგობარო. ჩუქური გეძებთ. დაგნებდებით. ოღონდ ერთი პირობით. რა პირობით? ჯერ იმად გამოუშვებთ, ვინც ჩუქურიდან წაიყვანეთ. როგორც კი გავიგებ რომ გამოუშვით, ჩაგბარდებით. იმ ხალხს აღარ შეაწუხებთ. ოღონდ მოდი და გპირდები, ყველა სურვილს შეგისრულებ. მე კი არა, შენ მოხვალ. მისამართი ჩაიწერე. კარგი, გისმენ. ოთხ საათზე. იმ ხალხს გაუშვებთ. ამაში დავრწმუნდები. მერე კი ჩაგბარდებით. სულ ეს არის? ხო. დროებით. იქ რას გავაკეთებთ რას? ძამიკომ. მომისმინე ძამიკომ. დაგავიწყდა რაზე ვილაპარაკეთ იამაჩი. ეს ყველაფერი ტყუილად მომამზადეთ? შენი ძმა არავის არ ჩაბარდება. ძმაო, ჩემო ძვირფასო ძმაო. მომისმინე. როცა დაგტოვე და წახვედი, 18 წლის ვიყავი. ვიცი არ მენდობი და მართალიც ხარ. დამშვიდი და წამოწექი.
უმცროსი ძმა რაღაცას გიმღერებს. თუ არ მოგეწონება საქმეს შენ მიხედავ. გპირდები. კარგი? კარგი, რაც გინდა ის გააკეთე. უცნაურია. მაინც და მაინც ეს ადგილი რატომ შეარჩია? ჩეტო, ამას რა მნიშვნელობა აქვს? მაქსონ, ხომ ხედავ ამ ადგილას მთების მეტი არაფერია. ხოდა ძალიან კარგი. წავალ წამოიყვან და ამით ყველაფერი დასრულდება. არ წამოიყვან. დახოცავ და იქვე დამარხავ. კარგი, შეგიძლია მშვიდად იყო. ყველაფერს მივხედავ. სულთან, თვალები გაახილე. ესეც ასე. შენ ხომ ბანდი ხოლმე. ხედავ როგორ გაგალამაზე. მიდი თვალები გაახილე. მიდი სულთან, მომეცი ხელი. გთხოვ. განა შეიძლება გერიდებოდეს კაცის, რომლის ცოლიც 40 წელია ხარ. არ გინდა წესი რა დაგვანო. ჩემო ლამაზ, არ გინდა? უცბად დავამთავრებ. მიდი სულთანო, გთხოვ. მამა. გინდა მე დავბანო. ამ სილამაზე შეხედე. იცი ზოგჯერ რაზე ვფიქრობ. მინდა ყველაფერი მივატოვო და სადმე დღეში პატარა სახლი ვიყიდო, პატარა ეზოთი. ხილს და ბოსნეულს მოვიყვანდი, ქათმებს მომამრავლებდი. ზეთის ხილის ბაღს გავაშენებდი. ან ქერისხანას. რა გაცინებს? ქერისხანას? არ მჯერა. ასეთი რა ვთქვი, ისიც სცენარია. ამ საქმის პროფესიონალი გახდები.
შენებიც მოვიდნენ. როგორ მოვიქცე ძმაო, ნამდვილად გვესვრიან. ძმაო, მოიცადე. არ გინდა. დამშვიდი. ამ საქმეს მივხედავ. დამშვიდი. რას ნიშნავს შენ მიხედავ? სადაცაა ზემოთ ამავლენ. ძმაო, ვის და ემსგავსე? რა დროს მშვიდად ყოფნა? მომისმინეთ. ჩემი ნებართვის გარეშე სროლა არ გაბედოთ. თორემ ინანებთ. წავედით. ყურადღება. ეს სუთია სათამაშო მოედანზე შემოდგით ფეხი. მომყევით. ახლა უკვე დანაღმულ მოედანზე იმყოფებით. ხომ გთხოვე? რატომ არ შეატრიალე? ხომ გთხოვე? გვაპატიეთ, სულ დაგვავიწყდა. ფრთხილად დანაღმულია. არ გაბედო. ყველას ჩუქურში დაგმარხავთ. ხო, დაგმარხავ. ძმაო, ერთი წუთით. იარაღი დაუშვი და ბიჭებსაც უთხარი რომ დაუშვან. ჯერ ვილაპარაკოთ. იარაღი დაუშვით. შურისაძიებლად არ მოვსულ ვარ. ასე რომ იყოს ამდენ დროს არ დავკარგავდი. ამაში ახლავე დარწმუნდებით. უპრობლემოდ აგაფეთქებდით. ბოდიშს გიხდით. არ ვიცი ამის გაკეთება საჭირო იყო თუ არა. როგორც ჩანს საჭირო იყო. გითხარი ბიჭებისთვის გეთხოვა რომ იარაღი დაუშვან. დაუშვით. ფრთხილად, გარშემო ყველაფერი დანაღმულია. მოშორებით დაღარეთ. ცოტა შორს. მიწაზე გადაყარეთ, მიწაზე. დაყარეთ. რა გინდა? მინდა რომ შევთანხმდეთ. სხვა არაფერი. ჩუქურში დაბრუნებას არ ვაპირებდი. მხოლოდ იმ ქალისა და მისი შვილის დახმარება მინდოდა. ამისთვის სასტიკად დამსაჯეთ. არ დამიწყებია. შენთვის ტვინი უნდა გამეხვრიტა. ჩეტოს უმადლოდე რომ ცოცხალი ხარ. კარგია რომ შემახსენე. შეგიძლია დაურეკო. მინდა რაღაც უთხრა. მე მითხარი. მე და ჩეტო რამ გაგყო? ხო, მაგრამ ის ნაღმზე არ დგას. გთხოვ. მომეცი თუ შეიძლება. თამაში რატომ შემაწყოდინე მაქსუნ? რა ხდება? ყველაფერი მოაგვარე? ვერ მოაგვარა. ტელეფონი მაქსუნს მიაწოდე. მაქსუნ. ხმა მოიღე. არი ნერვიულო, აქ ვარ. შეგიძლია მშვიდად იყო. კარგი. ჯერ აქაურობა დაათვალიერე. მაქსუნი მშვიდად არის, მაგრამ ვერ ინძრევა, რადგან ნაღმზე დგას. ნაბიჭვარო, იცოდე მოჰკლავ. ნაკუწებად გაქცევ.
შენს მოკლავ და შენს ნათესავებსაც დამხოცავ. შენს მშობლებსაც ნაკუწებად ვაქცევ. მე რეკი თქვენს ხორცს ჩუქურის ძაღლებს მივუყრი. ერთი წუთით. აქამდე ვერ გამიცანი? ჯერ ვერ გაიგებინ ვარ. ერთი წუთით. თქვენი ხალხი. Adamlarınız ხალხი არა. ისინი ჩვენი ძმები იყვნენ. Peki კარგი. ასე იყოს. kardeşleriniz თქვენი ძმები ჯუმალიმ დახოცა. Cumali'ydi. Artık yap. ამას აღარ გააკეთებს. Çünkü çukurun რადგან თავისი საქციელი ჩუქურის მოსახლეობა დააზარალა. კვირდებით ჩუქურს აღარ გაეკარება. ჩუქური თქვენია. კეთახმებით. sizle baş edemeyiz. ვიცი რომ ვერ მოგერევით. ეს ჩემს ძმასაც აუხსენი და როგორც იქნა მიხვდა. თქვენთვის ამის თქმა მინდოდა. სანაცვლოდ მხოლოდ ერთს გთხოვთ. ჩუქურის მოსახლეობას ნუ აიძულებთ გვითვალთვალოს და ჩვენს ხალხს ნუ აღარ წაიყვანთ. ვინც წაიყვანეთ ახლავე გამოუშვით. ახლავე ჩემი თანდასწრებით. Evlerine gitsin. გამოუშვით რომ თავიანთ ოჯახებში დაბრუნდნენ. Bizim yüzümüzden. არ მინდა ჩემ გამოაწამოთ. Ve bunu bilsin. მათ არაფერი დაუშავებიათ. შეგიძლიათ დასაჯოთ შეცდომას თუ დაუშვებენ. Onu siz bilirsiniz. ეს თქვენი საქმეა და არ ჩავერევი. როგორც გითხარი, ჩუქური თქვენია. Eğer შურის ძიება რომ მინდოდეს ჩეტო, მაქსუნის გვამს გამოგიგზავნიდი. შეხედე. ცოცხალია. çukurun აღარ მინდა რომ ჩუქურის მოსახლეობა ჩემ გამო დაიტანჯოს. ნაბიჭვარო. ის ხალხი ფეხებზე არ ხიდია? მათი ბეტი რატომ გაღელვებს? მათთან ვალში ვარ. bizim yüzümüzden. ჩემ გამო ძალიან დაზარალდნენ. მინდა რომ გამოუშვათ. სულ ეს არის. მომისმინე კოჩოვალი. ჩემს მაქსუნს რამე თუ დაემართება. ჩუქურში ქვაზე არ დავტოვებ. Soyman bunu biliyor. ეს ხომ იცი? ვიცი. ძმაო, ქემალი ვარ. გამოგვიშვეს. Lan oğlum. მეგობარო, შენ როდის მოასწარი იყოფნა? გრძელი ამბავია ძმაო. გონს მოვალ და ყველაფერს მოგიყვები. კარგი. ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის მიერ.